ვითა დედა ორი შვილისა. მე მეფე თამარი, მე მკვიდრე გიორგი მეფისა, მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. ვითა ქალსა მიმძიმდა დედობა ორი შვილისა, ძე თავიდანვე დიდი იყო, დევი დავარქვი, ვერ ეგუებოდა მეორე შვილსა, მუდამ დედის გვერდით ყოფნას ითხოვდა, ძიძა მეუბნებოდა, ვერ ვაკავებო, ვითა კაცი იწევსო, ეგონა დედამ სხვა შვილი არჩიაო. მოვიდო და იწევდა შვილის საწოლისაკენ, მეშინოდა, თუ მისწვდებოდა, შვილი ვერ გადაურჩებოდა. ასული ერთხელ მივიყვანი შოთას ციხესა, ასული მეძუძური 8 თვისა. ლაშა დადგა ფეხსას, იცოდა დედას სხვა შვილი ჰყავდა, მეძებდა, კიბისკენ იწევდა, ეუბნებოდა შოთასა, ზევით მინდა დედასთან მიმიყვანეო, პატარას ჩუმად ვაწოვებდი ძუძუსა. მოიყვანდა, ხვდებოდი დარბაზსას, მერე მთხოვდა მისვლას საძინებელსა, ძიძას პატარა ჩუმად გაჰყავდა მოსაცდელსა, მერე მშვიდდებოდა, ეგონა დედა მაჩუქა ძიძასაო. მერე გადაეკიდა, ვერ იტანდა ძიძასა, ეგონა ძიძა გახდა დედა შვილისა. შოთამ პატარა ხის სახლი ააგო დაბასა, მითხრა, შენივე პაპიდასა დაბას პატარა ხის სახლი ჰქონიაო. ახლოს ააგო მოსამსახურეთა სახლი. პატარა ოდა ძიძისა და რუსუდანისა. როცა ციხეს მივდიოდი, რუსუდანს ვტოვებდი დაბასა. მერე ძიძას ამოჰყავდა ბაქთასა, მერე თანდათან შეეჩვია ძიძასა. ვითა დედა ვდარდობდი, მეგონა ასულმა გამცვალა ძიძასა. შოთა ვერ იტანდა სოსლანსა, ხუმრობდა, ლაშას მომხრევარო, მირჩევნია ძიძამ გაზარდოსო. მერე არ მიმიყვანია რუსუდანი ციხესა. ერთნაირად მიყვარდა, დედა ვერ არჩევს შვილებსა. მერე რუსუდანმა მითხრა, ვიცი ძე მეტად გიყვარსო, იცოდე მე მძულსო. ვერ ვიტანო. ლაშა ბევრად გულიანი იყო, იცინოდა, კაპასია გაიზრდება მიხვდებაო. მერე ლაშამ გაიგო, რუსუდანი მისი ნახევარდა რომ იყო. მერე ვეღარ იტანდა სოსლანსა, აქამდე მატყუებდაო. არ იმჩნევდა, ერიდებოდა მისივე ნახევარდის ნახვასა. ჩემი ხათრით მიდიოდა, მერე ჩუმად მეტყოდა, სოსლანის ნაშიერი ვნახეო, მამას დაემგვანაო. მინდოდა სითბო ჰქონოდა მისივე დისა, ხვდებოდი ძნელი იქნებოდა სიყვარული და ძმისა. მეშინოდა რუსუდანმა არ გაიგოს, ამბავი მისივე ნახევარძმისა თქო. მანამ 10 წლის გახდებოდა, ვიცოდი სოსლანი დაუმალავდა. მერე გაგელმა მითხრა, მომეჩვენა, მგონი ისევ ჭოჭმანი დაიწყო. ბევრად მეტი დარდი მომეცა, ცდილობდი რუსუდანი მარტო არ შეხვედროდა სოსლანსა, მეშინოდა ვაი თუ გაუმხილოს თქო. შოთა მეუბნებოდა, მალე შენივე ქმარი რუმადურობას გამოაჩენსო, გირჩევ, მე მკვიდრე ვითა მეფისთან ამოსაყდრე აკურთხო. მანამ მეფე თამარი იქნება, მიეჩვევა მეფობასო, მოძულენი მეფის შიშით ვერ გაბედავენ ნებასაო, მანამ ლაშა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნება, მოძულენი მოინდომებენ მე მკვიდრის ჩამოცილებასაო. იცის სოსლანმა, ლაშა არ იქნება მე მკვიდრე მისივე ასული გახდებაო, იციან სოსლანის მომხრეთას, იმავეს მოინდომებენო. ლაშას ვითა მე მკვიდრეს მეფისა თავისი ერთგული სარდლები დასჭირდებაო, ხარგრძენი გრძნობენ, მათი დრო იწურება, მოინდომებენ ვერაგობასა, მეფე მე მკვიდრეს დაიცავსო. 15 წლის ლაშა ვაკურთხე, ვითა მოსაყდრე მეფისა. მერე ბევრად დიდი გამოჩნდა ვერაგობანი მეფის მოძულეთა. სოსლანმა მთას ყოფნა მოიმიზეზა, არ მისულა ხისსა, ხრა გაგელმა, ამბობს კარის 8 წლი არ დამიფასდაო. ივანემ ხარგრძელი ამბობდა, ახალციხენი გამოაჩინა მეფის მოსაყდრემაო, მალე დაივიწყებს ჩვენივე ამაქსაო. ახალი ციხენი მიიღო მხარგრძელმა, უმადური დარჩა, მეფემ ვერაფერი გაიმეტაო. სოდნია შოთასა, მეფის საჭურჭლი არ ეყოფა მხარგრძელთა მადასაო, სოსლანი იმათი მომხრე გახდებაო. მესამე ფეხს მიაბამენ უჩხულსაო, აღმოსავლით მხარგრძელნი იქნებიან, დასავლით ლიპარიტის მომხრენი, სოსლანის ხალხი გამოჩნდება ჩრდილოსა, დიდი ძალისხმევა მართებს მეფესაო. ივანემ ხარგრძელი გამინაწყენდა, ვერ იგუა, მეფის მუდმივი მხედრობა ჩავაბარე ჩემივე მოსაყდრესა. თურმე მართალი უთქვია შოთასა, მადა გაზრდია ქმარსა მეფისა. ამდენი ვიღუაწე, მეფემ მცირე მარგუნაო. მოვიდა ამბავი მთიელთა შფოთისა. თურმე მხარგრძელმა შეუთვალა სოსლანსა, ეცადე მთიელთა შფოთი დაიწყოსო, მეფე მათთან მისვლას მოისურვებსო. მეფეს მისივე მოსაყდე იცავს, მცირე მხედრობით მოვა, ეცადე მახე დაუგოხევსაო. მართლა ვისურვე მისვლა მთასა, მინდოდა ხელიდან არ გამეშვა შანსი მთიელთა დაცხრობისა. მეგონა სოსლანი დაიცავდა ხევსა თავისივე მხედრობითა. თავიდან მეფე გიორგი მუწყალობა ციხე ჯიქის კარისა, პირობა ხევის დაცვა იყო.
ასევე ვუწყალობე ორი ციხე სოსლანის მამასა ოსთა მეფესას, მერე სოსლანი იყო პატრონი ციხისა, მასვე ევალებოდა დაცვა ხევისა. მეგონა გავიყოლებდი სოსლანსა, თავისივე მხედრობითა, მივიდოდი მთასა, მეგონა შევძლებდი მთიელთა დარწმუნებასა. მეგონა ოსთა მეფე ვერ გაუმკლავდა მთიელთა შფოთსა. შემოთვალა, მეფის ძალა მოერევა, მეფის მოძულეთა შეაგულიანესო, მალე დაიწყებენ ამბოხსაო. გირჩევ, მოხვიდე მთასა, მანამ შფოთი ამბოხად ქცეულაო. შოთა ეჭვობდა, მე შინია მახე არ დაგიგონო, მირჩევნია მანამდე მე მივიდეო. მეგონა ფრთხილობდა, მე მკვიდრეს არ ავნონო. ვეხუმრე, მე მკვიდრის დარდი გაქვს თუ მეფისა თქო, მითხრა, მირჩევნია ორივე მყავდეს, ბევრად ძლიერი ვიქნებიო. ვითა მეფესა ამალა მუდამ დამყვებოდა, ლაშა გიორგი მიმაცილებდა თავისი მცირე მხედრობითა. შევუთვალე სოსლანსა, მოვალ, იხმე შენივე მხედრობა, ერთად მივიდეთ მთასა თქო, იცოდა დრო მეფის მისვლისა. შოთა მეუბნებოდა, დიდი ვერაგია შენივე ქმარიო, ვერ ვიჯერებდი. მეგონა ვერ იტანდა სოსლანსა. გონია სოსლანი გაიმეტებს მეფესა, თავისივე ასულის დედასა. გაუგია რუსუდანსა, ამბავი მისივე მამისა, თურმე იუკადრისა, მამა მეფისა მოდგმა მეგონაო, ნამდვილი ამბავი დაუმალია დედასაო, მეგონა დავითი ერქვა, ძამბულეტი რქმევია, მერე არ ახსენებდა მამის სახელსა, ერჩივნა ეთქვა, ასული სოსლანისა. მაშინ უთქვია მამასა, მინდა შენ დარჩევითა მემკვიდრე მეფისაო. ამბოხი დაუმალნია, მერე გაუგია რუსუდანსა, ცოდნია მამის შური მისივე გამზრდელმა იძიაო. მერე მოიძულა ლაშა, ავადმყოფნა მოიმიზეზა, არ დაესწრო კურთხევასა მეფისა. მეუბნებოდა, მეფე შენივე მემკვიდრეა, მე სოსლანის ასული ვარო. ვერაგი სენი მტანჯავდა, მეშონოდა ჩემს მერე ლაშას გაუძნელდებოდა დაცვა თავისივე დისა, მარწმუნებდა, მეფე ვარ, ვუპატრონებ დასაო, ხუმრობდა, მაგას სულთანი დააშოშმინებსო, ვიპოვე ღონიერა მირასა, ან დევთასწორსა ხალიფასაო. იცოდა რუსუდანმა მტანჯავდა ვერაგი, მოდიოდა, მეუბნებოდა, უნდა გაუმკლავდე ჩემი პატრონი არავინ დარჩებაო, მეფე შენი ძმა მიენდე კი პატრონებს ვითა თავისივე დასა თქო. არ სჯეროდა, მეუბნებოდა, შენი ხათრით მეკცევა თბილადო, ვერ იტანდა მამასა, ვერცა მე ამიტანსო. მივედით სოსლანის ციხის ახლოს, ვაკესა. გამიკვირდა, მეგონა სოსლანი თავისი მხედრობით დახვდებოდა მეფესა, არ ჩანდა, არცა მეციხოვნენი მოსულან სოსლანისა. წესი იყო, ციხე იცავდა გზასა, მეციხოვნენი ხვდებოდნენ მგზავრსა, თუ ქარავანსას, მერე პატრონი გამოძარკვევდა, ბჭობდა ამბავსა და ყოვნებისა, ან ნებას ვთავდა გზის გაგრძელებისა. მერე ლაშამ თქვა, მეგონა გაგაფრთხილა სოსლანმა, დარიალის კარამდე გზას დავიცავო. მეგონა მთიელნი მოვიდნენ, ციხეს დაქცევისა არაფერი ეტყობოდაო, მერე გამახსენდა გაფრთხილება მამისაო. ვიეჭვე, მეგონა მთიელნი მოსულან, სოსლანი შეეგება მხედრობითა, მიკვირდა მაცნე არ მოვიდა ხევსა. არცა მეციხოვნეთა ხმა ისმოდა. მეფისა ალღო მამცნო მოლოდინი მძიმე ვერაგობისა, ვუხმე ლაშასა. ამ დროს მომესმა შვილი ისართა ცვენისა, მოდიოდა ვითას ეტყვა მთისა. შემეშინდა მოკლავენ ლაშასა თქო, მეგონა ხაფანგი დაუგეს სოსლანსა, გაიტყვეს მთასა. მერე ვიფიქრე, იქნებ სოსლანმა მახე დაუგო ლაშასა, ჯეროდა არ გამიმეტებდა, ლაშას მოკლა განიზრახა თქო. თურმე ორივეს მოკლა განუზრახავთ, სოსლანის ხელითა. ლაშას მცირე მხედრობამ გადამარჩინა, ცხენები მომიკლეს ეტლსა, ლაშამ თავისივე ხელით შემსვა სხვა ცხენსა. მივიწევდით სამხრეთის ხევსა, ის არი მოხვდა მეფის ცხენსა. გააფთრებულმა გადმომაგდო ძირსა, მკერდით დავეციქვასა. მერე ლაშა მოვარდა, ამიტაცა გამაქროლა თავისივე ცხენითა, ბევრი დაიხოცა, მოვახერხეთ შესვლა ვიწროსა, მარცხენა მხარეს მკერდი მტკიოდა, მეგონა დამჭრა ისარმა. მერე თქვა აქიმმა, ვერაგმა ბევრად ადრე გამოაჩინა თავიო. თავიდან მეგონა ნაგვემი ხორცი მტკიოდა, მეგონა გაივლიდა. მითხრა აქიმა ნეკნი გადარჩა, ბედი გქონია, მომაკვდავმა ცხენმა არ მოგიყოლაო. მითხრა შოთამა, ცხენი ნაგაზზე ბევრად ერთგულია, ბრძოლას ფრთხილია, წაქცევამდე ცდილობს პატრონი არ მოიყოლოსო. მომაკვდავი ვერ უმკლავდება თავისივე სიმძიმესა, თუ მოგიყოლა მოკვდებაო. მერე ლაშა მოახერხა მისვლა ციხესა, ასამდე კაცი დახოცა. მიბრუნდა ხევსა, თურმე დახვედრიან გზასა, ცდილობდნენ გაქცევასა. 10 კაცი ტყვე დაუყვანიან, დანარჩენი დაუხოცია, ცრენი გადარჩნენ, მოახერხეს გაქცევაო, წინა ხევს მდგომნი გაიქცნენო. მერე მოვახერხეთ, გამოვედით სამშვიდობოსა. გაგელმა თქვა, თავი იმართლა სოსლანმაო, ხედრობით მივედი მთასა, მეფის სიცოცხლე დავიცავიო.
წავიღე ციხე სოსლანისას, ციხე გაგელისა ვუწყალობე ვარდანსა, ივანეს ძესა, ქსანსა, მამულნი გაგელისა, წაიღო ყვარყვარეს შვილმა, მანვე იკისრა დაცვა ხევისა. სოსლანი არ მიხილავს თვალითა. დაიკარგა კვალი, მეგონა თავი შეაფარა მთასა, მეგონა გამოჩნდებოდა, ვითაიური ეცდებოდა ამბოხსა. მეშინოდა, არ უმტროს ხაფანი არ დაუგოს ლაშასა, არ მიემხროს ასული სოსლანისა. მითხრა შოთამა, გაგელმა გამიმხილა, უპოვია, გასწორებია სოსლანსაო, მივხვდი გაგელმა ჩუმად მოიშორა, თავისი კვლის გამოჩენისა შეეშინდაო, გამოჩნდა, თილეთა შფოთსა ხელი ჰქონია გაგელსა, მეფეს შემოუთვალა, შიში მაქვს ხარგრძელნი გამისწორდებიანო. ხუმრობდა ლაშა, თიელთა წესი ჰქონიათ, გვამი თავისივე მიწას უნდა დაიმარხოს, სხვა მიწას ვერ ცხონდებაო. არ ვიცოდი სამარე ჩემივე ასულის მამისა. ვუმალავდი, თურმე სცოდნია რუსუდანსა, გაგელმა უღალატა მამასა, მალე მეფეს უღალატებსო. მივხვდი მამის მკვლელის დასჯას ითხოვდა. ლაშამ თქვა, თუ ეცოდინება სამარხი სოსლანისა, მეფე მოძებნის დამნაშავესაო. მეფე თამარმა სიკვდილით დასჯა აკრძალა, დამნაშავეთ უსაღად მოკვდებაო. თურმე ეძებდა რუსუდანი მამის სამარხსა, თქვა, კვალი ვერსად ვიპოვეო. მეფის კანონით გაგელი დამნაშავეთ ვერ ჩაითვლებოდა, ვერავინ მიაგნო სოსლანის სამარხი. ლაშამ თქვა, მინდოდა გაგელი დამესაჯა, თუ მიკლას სამარხი მეპოვაო. თას ჩემი ხალხი მივიდა, ვერაფერი გამოარკვიესო, უთქვიათ მთიელთა, არ ვიცითო, მამა ითხოვს შვილის ცხედარსაო.